ახლა ვიმყოფები ვაშლოვანში და მინდა დაგერთვალოთ აი ეს ტერიტორია, რიან როგორც ჩემთვისაც ცნობილი არაბებზე არის გაყიდული. და ჯეჯოდ აქ მშენებლობები არ არის, მაგრამ მე მაქვს ერთი ლოგიკური კითხვა. მინდორველში, შუატყეში რა საჭირო არის დენის წყაროები? ფაქტიურად ეს ხო დენის წყაროა, აი განახებთ კიდევაც ახლოდანაც. დენის წყარო. თელასიც აწერია. აი ეს არის ყურადღება მისაქცევი. ესე იგი ელოდებიან ქართველი ხალხი, როდის გამომუშავს ფორს და გაჩერდება, რომ დაიწყო რომ მშენებლობები და როგორც მოწოდეს ადგილობრივმა ინფორმაცია, აქ იგეგმება ზუსტადაც არაბებზე გაყიდული და თავისი სოფლის თუ ქალაქის მშენებლობაც. მოკლედ ეს ტერიტორიაც გაყიდულია როგორც შემოტყობინეს და ამიტომაც ამოვედი გათვალიერებინებ თუ რამხელა ტერიტორიაზეა საუბარი და ფაქტია ეს რომ დენის წყარო უკვე გამოყვანილი არის. და არ ვიცი, მაშინ ვინც იცის შემზე უკეთეს დენის წყარო რატო გაყავთ შუატყეში, იქნებ ითხრათ. თუ და ლოგიკური ეჭვია იმისა, რომ აქაც რაღაცის მშენებლობას აპირებენ და ხო, გაიღვიძე რომ ბრძოლა ღირს. და ჩვენი კუთვნილი მიწები უნდა შევინარჩუნოთ და არ დაუთმობთ არავის. მაშინ თუ მტრულად შემოდიოდნენ, ახაც მტრულად შემოდიან, მაშინ თუ იარაღით შემოდიოდნენ, ახლა ფურზე ვყიდით, გაიღვიძე რომ და ფეხზე დადექით. დროა ვიბრძოთ ყოველი გოჯი მიწის შესანარჩუნებლად.